სულ ერთი პატარა ყუთი ქონდეს, ორი სტრაპი უნდა გეტოს რა. I'm going to Oklahoma. რაღაც სერიოზული სტეიკი მოვიდა. ამის გაღაღნას არ დაუწყებ. რა ხო არ გავაღნათ. გამარჯობათ. მოვადი პიკაპზე არიზონაში. ტუქსონში ვარ ახლა და ეს ის ქალაქია პირველად რომ ჩამოვედი. ამერიკაში რომელ ქალაქშიც მოხვდი, იმ ქალაქში ვარ ახლა. დიდი ვერჰაუსია და იმედია მალე დამტვირთავენ და გამიშვებენ, ბევრი სასიარულო არ გვაქვს. Hello, how are you? Good, how you doing? I'm good. I have a pickup. I'm going to Oklahoma. Your name? He finished that truck. TEMO. It took like about 45 minutes. Yeah. Last name? Like almost 11. OSI. აუ ძალიან წვალობ ხოლმე. როცა ისაა რა ქვია. ჩემს სახელს ვეუბნები ხოლმე რა, ზოგს ვეუბნები რომ თემო მქვია თქო და თემოს რო ვეუბნები სხვა რაღაცებს წერენ ხოლმე რა და რო ვეუბნები თიმო, ანუ ასოებით რო ვეუბნები ხოლმე, მაინც სხვანაირად წერენ და აზრი არ აქვს რა. მომენტში ვიყავი შესული და რა ქვიაო რა და მეთქი თიმო თქო რა და თიმო ხო ახლა მეთქი თემო მქვია თქო რა და ოკეიო და წავიდა ჩაწერა ის რა ქვია კიმო მეთქი გაიხარე მადლობა ჯიგარი ხარ ჩავაყენათ ახლა ეგ არის დავაყენეთ, უბრალოდ თან ჩაყენება და თან გადაღება ცოტა ძნელი არის და რაღაც კარგად ვერ გადავიღე, მაგრამ ოკეი არის რა. დავალოთ ახლა მალე დაგვტვირთან და გაგვიშვან. იმიტომ რომ მინდა რომ დღე გავიდე. აქ რესტარიაზე, რომელიმე კაი რესტარიაზე გავჩერდე. დასასვენებელზე ტრაილერის და გადავიღო კაქტუსები, ძალიან დიდი კაქტუსებია და მაგ კაქტუსების გადაღება მინდა. წითელი კლდეები არის, მაგის გადაღებაც მინდა და ნახოთ როგორ მოვასწრებთ და რა იქნება. მორჩნენ. სადაც ერთ ნახევარ საათში დავგვტვირთ ეს რა. სტრაპები უეჭველი უნდა დავავოთ, იმიტომ რომ დიოუთმა რო გაგაჩეროს, იდეაში ამას არ ჭირდება და მაგრამ დიოუთი რო გაგაჩეროს, ორი სტრაპი უეჭველი უნდა გეპას რა, რა ტვირთიცა უნდა იყოს, სულ ერთი პატარა ყუთი ქონდეს, ორი სტრაპი უნდა გეტოს რა, აი უეჭველი სხვა გზა არ გაქვს. დავავო ახლა სტრაპებს და განახებთ შემდეგ რა ხდება. ეგ არის ტვირთი დავავით, დავიმახსოვროთ 1 2 3 3 ლაინზი არის ეს. ლომს დავავადეთ და აუდიტ დასთავარია დისპეჩერს უნდა გადაუგზავნოთ ხოლმე რომ დაიტვირთება ტვირთის სურათი როგორ გვაქვს დატვირთული. კაი მძიმეები უნდა ვიყოთ წესით. ეგ არის. პლომბი დავადეთ და წავედით. ვიწამოთ ახლა სასწორზე დავდგეთ. მოვედი სასწორზე დავდგეთ და ავიწონოთ. ახლა რაღაც პონში მგონია რომ არ ვიქნები სწორი რა. წონის გასწორება მოგვიწევს უეჭველი. ნახოთ რა იქნება. First weight. Truck number is 3022. When you come inside, you need the license plate information for both truck and trailer. License plate, truck and trailer? Yes, sir. Okay, thank you. ვერა ვიწამე, იმიტომ რომ რაღაცებს მთხოვდა და აზრი არ ვარ. აქ რატომ მთხოვს, სხვა შტატებში არ მთხოვდა ხოლმე ტრაილერის და ტრაქის ნომრებს რა. შევალავიღებ ტიკეტს და თან კიდევ შევჭამს ცოტას რა. შევიდეთ და ნახოთ რა ხდება ერთი. ეხა არის აქ 33 გრადუსი და ნებრასკაში თოვს. და ვაიომინგში, ნებრასკაში და ზემოთ შტატებში თოვს და კიდე მაგრაც ხელა იწვის ყველაფერი. და მაიკის ჩასმა და მოვიწყლა რომ გადმოვდიოდი, თორე ვიწვი მაგრად.
ზონა სტორი ვართ. ავიღეთ ტიკეტი. ცოტა საჭმელი შევჭამოთ, თორე ვეღარ ვლაპარაკობ წესიურად და წავედით, გავაგრძელოთ სიარულე. დღეს ბევრი უნდა ვიაროთ, რომ კაი რაღაცები გადავიღო მერე რა. მაკდონალდს და ვენდის ბურგერ კინგი ჯობია რა. წავედი ხა ვიკიშკავა შევჭამო. კაი კარტოფილია და კაი ფრიერი. ეხლა გადავყოლებ ოსხა და წავედი დავდგები ისე გზაზე. დროებით. დერდებით ეხლა რესტარიაზე. ას ლამაზი ქვები არის, წითელი ქვები არის, გადავიღებ ცოტა რაღაცებს და გავაგრძელებ სიარულს, სადაც ცოტა სასიარულო გვაქვს და გადავიღებ რაღაცებს. წავედით ეხლა გავაგრძელოთ გზა და გავჩერდები ალბათ ეს 9 საათისკენ გამოვიძინებ, წყალს გადავულებ რაღაც და ხვალ ავდგები და ხვალ ალბათ ესე შუა დღისკენ ვიქნები უკვე ამარილოში, ტექსასში. და კაი გემრიელ სტეიქსაც შევჭამთ. გზაში თუ რა კაი რაღაცები შემხდა, მაგებსაც გადავიღებ თუ არა და ალბათ დილით შევხვდებით. მოკლედ გავიღვიძე. მე ღირსა გაღვიძება ძალიან ტკბილად მეძინა, მაგარი გემრიელად მეძინა და გუშინ კაი ადგილას გავჩერებულ ვარ. გიო. სადაც ვარ გაჩერებული ის კადრები ვანახე ერთი რა. ეხა შევალ. კვილოს გავიხავ, ხელპირს დავიბან, ყავას ავიღებ, რამე სასუსნავსაც ავიღებ და გავაგრძელებ სიარულს. და შევხვდებით სტეიქ ბარიდან. დროებით აბა. ავედით ეხა დიზელის ჩასასხმელად და ბარათები ავიღოთ, ხელთათმანები ავიღოთ და შევავაცხოთ დიზელი, просто ბევრი ჩასხმა არ გვინდა, იმიტომ რომ ცოტა გვაქვს სავალი და შევხოდოთ ჯერანდეს ჩაიმატებს და იმის დამიხოდით ჩავასხოთ რა. დიზელის ბარათს, შემდეგ ქულების დასაგროვებელ ბარათს შევაცურებთ. ეგარი გამზად და შევიყვანეთ ყველაფერი და ეხლა ჩავასხათ დიზელი. მაგრამ მინდა ხოლმე რომ საქართველოს მაიკები მეცვას სულ რა. ვიდეოში არა მარტო რა, ანუ ისეც მაგრამ მინდა ხოლმე რომ მეცვას ხოლმე და რაღაც ვერ ვნახულობ ხოლმე რა, ხშირად ეგეთ რაღაცებს და რამის ნახვა მინდა რომ გავაკეთებინო რა, მაიკები. პირველი პომპა ჩავაგდეთ. მეორე პომპა ჩავაგდე და დაველოდოთ ეხლა გავსებათ. ალბათეთი $500-მდე უნდა ჩავასხათ, რომ ძალიან ბევრი არ მოუწიოს, რომ რაღაც დარჩეს მერე თანხა რა. ჯერ $300 ჩავიდა და ეხლა შევამოწმებ. რამდენი არის?
ტრაილერში. $1,080 $520 ჩავასხათ რა. ჩავასხი დიზელი $480 და ეხა ჩავასხათ დეფი. ეგ არის ჩავასხით. ჩავასხით ყველაფერი, ეხა შეგიჩევალ, ხელებს დავიბან. ხელპრის დავიბან რაღაცები, მოწესრიგდები და გავაგზელებ ისევასაბად. შემდეგი გაჩერება იქნება სტეიგ ბარში რა. მოვედი სტეიგ ბარში, პროსტა მაგარი ქარია და იმედია კარგად ისმის ხმა. შევიდეთ ეხლა რა ხდება. იმედია გადავიღო შიგნით ყველაფერს რა. შევიდეთ ვნახოთ. ანუ მედიაში ნაყოფი ვარ და ვიცი რაც ხდება. და გარეთ ხალხი დგას და იმედია რიგები არ არის. ერთი ნახევარი საათი ველოდე და ვერაფერი ვერ მოვახერხე. ძრავერქენი და აზრი არ აქვს შესვლას რა დღეს რა. ანუ 1 საათი რო დაველოდო და საათ ნახევარი რო დაველოდო და საათ ნახევარში ვერ შევა საჭმელას და ცუდად გავხდები და დავარდები რიგში და ეგეთი სტეიგი შემას არ მინდა რა. წავა ეხლა ზეც შევასვლევინებ. ზეც კი არა, ტეხას მას გავატარებ მანქანაზე. Inspections და ხვალ დილით მოვალ, ხვალ დილით ბევრი ხალხიც არ იქნება, უფრო კარგად გადავიღებ. და დაგათვალიერებთ მაღაზიასაც და რესტორანსაც რა. ეხლა აქ ნახოთ რა გვაქვს. Burger King გვაქვს, არ გვინდა Burger King. გუშინ ვჭამეთ, Pizza Hut გვაქვს. არც Pizza Hut არ გვინდა. Papai გვაქვს, არც Papai არ გვინდა. აქ სადაც არის რესტორანი გონი და იმ რესტორანში შევჭამ რამეს. აი, Blackbird Diner. რამეს ავარჩევ და იქ შევჭამ. მოვედი დავჯექით ხოლმე მეთქი აქეთ კინ დავსვით მეთქი და დავსვეს მარტო წყნარად. რამე უნდა მოვიფიქრო, ჭამო ხვალ სტეიკი უნდა ჭამო და დღეს რამე ისეთი უნდა ჭამო რა. I need crispy chicken cob salad. Okay. And what dressing? We have ranch, Thousand Island, Italian, and balsamic. Orange. Ranch? Okay. Yes. That's it. Okay. Thanks so much. No problem. Thank you. ვერაფერი ვერ ავარჩიე სხვა და ამას შევჭამ რა. რაღაც $15-იანი chicken salad შევუკვეთე რა. და ანუ რა მოიტანეს და რა მხელა, ანუ ამდენი არასოდეს არ მიჭამია. $15. ეხლა გავსინჯოთ და ვნახოთ რა არის. მოხარშული კვერცხი არის, ქათამია, ბეკონი, პამიდორი, ხახვი, ყველი და სალათის ფურცლები და ავოკადო. ნასწორეს ყურადღებიანი ხალხი რა. მოვიდა. ხო ყველაფერი მოგეწონაო. მეთქი ძალიან იდეალური იყო ყველაფერი თქო. და თან კიდე წვენი მოიტანას რომ მეკითხებოდა ხო მოგეწონა ყველაფერი. არც წვენი მითქვი არაფერი, უბრალოდ ეს წვენი იცლებოდა და მომიტანა რა. ჯიგერები არიან ძალიან. შემოვიდი Inspection-ზე და ამერიკას ეხა და განათებები შემოწმებინეს და ეხა გადახადეს ზეც და რაღაცას ამოწმებენ შიგნით და წესით მანქანა წყობაში შევი და გავივილი და მალე გამიშვებენ რა. ეგ არის გავატარე, არანაირი პრობლემა არ ქონდა ტრაილერს და ყველაფერი კარგად არის რა. Inspection-ი გატარებული გვაქვს და 1 წელი თავისუფლები ვართ. ეხლა წავალ დავიძინებ და ხვალ დილით არ მეჩქარება, გავიღვიძებ, როცა გავიღვიძებ და სტეიგ ბარში შევალ სანამ დავათვალებ რაღაცები, კი მომშვიდება და მე შევალ იმ სტეიგ ბარსაც განახებთ რა. თქვენს განახებთ და მე ძალიან მაგრად მინდა რომ შევიდე და ვჭამო რაღაცეები რა.
წავედი მოკლედ ახლა გავაჩერებ და დავისვენებ რა დროებით. ბაგარად ბეძი რა. გავიღვიძე ხა შიგნით შევედი რაღაცები გავაკეთე. მოვიხოდე პატარა ჭრაკი შევამოწმე და გამოვიარე ხა სტეიკ ბარში და იმედია დღეს მაინც არ იქნება რიგები და შევალ უპრობლემოს რა. და თუ რიგები იყო უეჭველი უნდა შევიდე რა. რა ხელა დროც არ უნდა დაჭირდეს უეჭველი დაველოდები და შევალ რა. Maybe 16 oz. How do you want it? How do you want it? Medium well. Okay, and then 2 of these. Size mashed potatoes and broccoli. Okay. That's Take the it. menu then, okay? Okay. Thanks so much. Yeah. ეს სტეიკი არ მიჭამია და გავსინჯოთ ახლა როგორი სტეიკი არის ეგ პური მოგვიტანეს ახლა ცხელი პური არის და ამას რო კარაქს წავსმე სასწაული არის სტეიკთან მიღსაყოლებლად აი ძალიან მაგარი რაღაცა არის გავამზადოთ ახლა სანამ სტეიკი მოვა Thanks so much. რაღაც სერიოზული სტეიკი მოვიდა ძალიან გემრიელად გამოიყურება და გავსინჯოთ ახლა რა არის პირველად ჭამ ესეთ ნაჭერს მე ძალიან მაგარია 10-დან დაუწერით 900 იმიტომ რომ სტიმულის ერთი ქულა ქონდათ და ყოველს მოგვეთ პეპსი აქვს ისე პირველი ვიდეოში რაღაც მიჭირდა ლაპარაკი რა ეს მეორე ვიდეოში ვატყობ რომ ცოტა ჩაურებად კეთილად გავიხსენი და იმედია გაიშვებს და გაიშვებს რა Yes, everything is good. Thanks so much. ეს უკვე ძვალი არის და ამის გარაღნას არ დაუწყებ. მაგრამ ხო არ გარაღნათ. ეხლა განახებთ გრილს, სადაც წავენ, ა? ახლა სტეიკები აქვს პროსტა. ყველაზე მაგარი სტეიკი აქ აქვს. აუ ტეხასი არის სტეიკის სამშობლო. ეხლა დაველოდოთ ქვითარს მოგვიტანე და წავიდეთ მერე მაღაზიას გაჩენეთ და გავაგზავნებთ მერე გზას რა. ძალიანაც არა დავიგვიანო, მაღაზიიდან შემოგიერთდებით. მოკლედ ეს არის რესტორანი რა, სადაც ვიყავით ახლა და ძალიან კარგად გამოიყურება, მინდა გითხრათ. რაღაც ძველებურ სტილში არის რა. წავედი მოკლედ ახლა კი მეზარებასა ვიცი, რომ ჭამე ბევრი, მაგრამ უნდა წავიდეთ, გავაგრძელოთ. თან ბევრის არ გვაქვს სასწავლო, 5 საათის გზა გვაქვს სასწავლო და კვირის გენერალური დალაგება გვაქვს. დღეს რა იდეაში როცა დრო ხომ მაშინ ვალაგებ ხომ სულ მაგრამ ანუ სულ ვალაგებ ტრაილერს სადაც ხოვრო სადაც ძინავს მაგრამ კვირაში ერთხელ მაქვს ხომ გენერალური დალაგება რა ძალიან მაგრად წინდა ხომ ხსნარებით და რაღაცებით და მაგასაც რა მე შემოგთავაზეთ თუ გაინტერესებთ სად მძინავს როგორ სად ბანაო და რაღაცებს ყავს რაღაცებს გადავიღებ თუ და გაინტერესდებათ რა როგორ ვალაგებ და თემები რა დროებით ახლა ჩავჯდები საწყლად მიყურებს ახლა ჩემი ტრაილერი იქითკენა და შუაში რო დგას თეთრი საწყლად მიყურებს და პივა ახლა და გავეშვები დროებით და ალბათ აგიბრუნდებით ხვალ დელივერიდან რა დროებით აბა
შემოვით ახლა Waze Station-ზე და უნდა ავიწონოთ. ყველა შტატიდან შტატში რო შემოდივართ ხოლმე, სულ ესე არის ხოლმე რა, რომ წონაზე გამოწმებენ და თუ რამე საბურავი გაგახეთქილი ან განათებები არ გაქვს წყალბურთში შეყავხართ და ან ჯარიმას გიწერენ, თუ წონა გასასწორებელი წონას გასწორებინებენ და ნუ მოკლედ გააჩნია რა ბევრნაირი შემოწმება არის და რა შემოწმებას გაგატარებენ, მაგ ყველაფერს გააჩნია რა. ჩვენ ახლა ყველაფერი გვიმუშავებს, ინსპექშენი გუშინ გავატარე და უპრობლემოდ გავივილი ყველაფერს. ჩვენ ახლა გამოვოდით შეულებრივად არაფერი არ მოხდა და გავაგრძელეთ ახლა სიარულს. შემდეგი გაჩერება აქვს ეგეთი 127 მილში გვაქვს რა და შეიძლება დაკეტილი იყოს შეიძლება უმეტესად ღამე დაკეტილი არის ხოლმე რა. შეიძლება გარეთვე გითხრან რომ გაიარეო რა, იქ აღნიშნული არის რომ ბაიპას გაძლევენ რა, რომ შეგიძლია გაიარო და აღარ შემოხვიდი, აღარ აიწონო რა, ძალიან სუბუქი თუ არ ხარ რა და ეხლა მძიმე ვიყავი. თან კაი სტეიკი ქონდა ნაჭამი და შემოვედი გადამამოწმეს რა. წავედი გავაგრძელეთ ახლა სიარული. მოკლედ ვავოდით დელივერზე დავაყენეთ, ერთი მანქანა იყო ჩემამდე. ძალიან დიდი ხანის წინ მაგას ეხა გავიდა და დავაყენე. მარჯვნიდან იყო დასაყენებელი, მარჯვნიდან დაყენება არის ხოლმე ძალიან ძნელი რა. და ცოტა ვიწვალე, მაგრამ დაყენებით დავაყენე რა, რაც თავარი არის, მოვედით და ველოდებით ეხა დაცლას რომ დაგვცალო რა. და პიკაპზე გვეჩქერება, პიკაპზე უნდა წავიდეთ რა. მოკლედ ამით მოშა ჩემი ვიდეო. შემდეგ კვირაში შევხვდებით, შემდეგ სამშაბათს. და გამოიწერეთ და მოიწონეთ ჩემი არხი. დროებით და მადლობა.